კოლხეთში, შორეულ ქვეყანაში, უზარმაზარ მთებსა და უკიდეგანოს ზღვებს შორის ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. მეფე აიეტის ასული. თავისი ჯადოსნური ძალისა და შეუდარებელი სიბრძნის წყალობით მისი სახელი დედამიწაზე იცოდა ყველამ. მედეას მამა, მეფე აიეტი მზის ღმერთის, ჰელიოსისა და პერსეს ვაჟი იყო. აიეტის და ქალღმერთი კირკე მედეას ღვთაებრივი ოჯახის დიდებულ მემკვიდრედ მიიჩნევდა. ერთ მზიანდილას, ქალაქ აიას მდინარე ფაზისის სანაპიროდან ბერძენი არგონავტები მოადგნენ. მათი მეთაური თავიანთ ქვეყანაში სიმამაცით ცნობილი იაზონი იყო. ისინი მრავალი დღე და ღამე მოცურავდნენ მითიური საგანძურის, ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად. ოქროს საწმისი იყო სიბრძნე, რომელიც მეფე აიეტს ღმერთებმა იმ დღეს აჩუქეს, როცა ის დედამიწას მოევლინა. კოლხეთის პრინცესამ იაზონი ქალაქის მოედანზე დაინახა თუ არა მისი გული ცნობის მოყვარეობითა და თავგადასავლების სურვილით აივსო და იაზონი მაშინათვე შეუყვარდა. მან გადაწყვიტა იაზონს დახმარებოდა და გამარჯვების გვირგვინი, როგორც უდიდესი სიყვარულის ნიშანი, თავისი რჩეულისთვის ეჩუქებინა. ოქროს საწმის ცეცხლის მფრქვეველი სასტიკი დრაკონები იცავდნენ. მედეამ საიდუმლო ნახარში დაამზადა. ამისთვის მან ჰაერის, წყლის, მიწისა და ცეცხლის ნაზავი ამბროზიის ნახარში გაურია. შემდეგ ის ღვინოში ჩაამატა და იაზონს დაალევინა. სვამდა იაზონი ოქროს პიალიდან ღვინოს და არიცოდა, რომ ყოველი ყლუპი მას ისეთ უკვდავებას შუქნიდა, რომლის უსაზღვრო ძალასთან გამკლავება თვით მეფე აიეტსაც გაუჭირდებოდა. მედეას ბევრი მეომარი სჭირდებოდა კოლხეთის ჯართან და ოქროს საწმისის კოშკის მცველებთან საბრძოლველად. მან შუაღამე ცეცხლის მფრქვეველი ხარები შეაბა უღელში და დრაკონის კბილები დათესა. იქიდან რკინისა და ცეცხლის მეომრები აღმოცენდნენ. რკინის მეომრებმა მეფე აიეტის ჯარს დაუწყეს ბრძოლა. ცეცხლის მეომრები კი დრაკონებს შეერკინენ. სანამ სასტიკი ბრძოლა მიდიოდა, მედეამ ჯადოსნური ნისლი შექმნა, რომ იაზონი კოშკში შეპარვისა და იქიდან ოქროს საწმისის გატაცებისას არავის შეემჩნია. როცა იაზონი სიბრძნით ხელში არგოზე დაბრუნდა, დაუნდობელი ბრძოლა გრძელდებოდა. მედეამ ღმერთებს დახმარებას თხოვა. მათ არგო ცაში აიტაცეს და ხომალდი კოლხეთიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. თუმცა ოქროს საწმისის საიდუმლო ცოდნის იაზონისთვის გადაცემის გამო მედეა დასაჯეს და მათ ხომალდს დედამიწაზე დაშვება აუგრძელეს. იმ დროიდან არგო ცაში დაცურავს. ზოგჯერ როცა ჭექაქუხილი გადაიღებს, ღრუბლები კი წვიმისაგან დაშრება და გათეთრდება, არგონავტების ხომალდსაც შეიძლება თვალი მოჰკრას ძალიან დაგვირვებულმა ადამიანმა. ერთმა ისიც თქვა, რომ დაინახა, როგორ იხოცავდა მედეა ცრემლებს თმებით, რომელიც ცისარტყელად ჰქონდა გადაშლილი ციდან ცამდე. ჩემს ლაგურა